საღამო მშვიდობის და ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. დიდი მადლობა რომ ასე ერთგულად უყურებთ კომედი არხს. მე დღესაც ნიკა არაბიძე გახლავართ და შემოგთავაზებთ ძალიან სასაცილო ანეკდოტებსა და ისტორიებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა მხიარებთან ერთად საკმაოდ თბილი და ნოსტალგიურიც იქნება. იმიტომ რომ დღეს ჩვენთვის იხუმრებენ ქართველი ემიგრანტები. მათ სანახავად და ჩასაწერად კი ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ევროპას შეუტყო. What gossip.com. Now I got a word for your tongue. How many Rolling Stones you want? Yeah, I got a brand new spirit speaking and it's done. Woke up on the side of the bed like I won. Talk like a wind in my chest to that sun. G5 in the US to Taiwan. Now who can say that? I wanna play back. Mama knew I was a needle in a haystack. A Bugatti boy, plus made back. I got a feeling it's a rap. ASAP. Oh, sometimes I get a good feeling. Yeah. Get a good feeling, yeah. აი ასია ძვირფასო მეგობრებო, ჩემი გადამღები ჯგუფი ევროპაში დროს ატარებს, მე კი აქ თქვენთან ერთად ვარ. მოდით ამას თავი დავანებოთ და ერთად ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები, როგორ ხუმრობენ და საერთოდ შერჩათ თუ არა იუმორის გრძნობა საქართველოსთან ძალიან შორ მანძილზე. გამარჯობათ, მოგესალმებით საფრანგეთიდან, საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქიდან, მილუზიდან. ერთ-ერთი კარგი ისტორია გამახსენდა ქუთაისზე. არის ერთ-ერთი კარგი კაცი, ვოვა იმედაძე. ბავშვობაში მას გადახდა ესეთი ისტორია. დედამისი მუშაობდა ეგრეთ წოდებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საგიჟეში და მამა მუშაობდა ციხეში მომარაგებლად. დაიკარგა ჩვენი ვოვა და ქუჩაში არის ჩამოჯდარი და ტირის. გამოიარა ერთ-ერთმა კაცმა და ეკითხება, შვილო, რატო ტირი ხარ? დედა სად არის? დედა საგიჟეშიაო. აი, შვილო, ნუ ტირი ხარ. მამა სად არისო? მამა ციხეშიაო და იტირი, აპა, შენი დედა სატირლად ქონია. არჩევნების წინადღეებია და ჩვენთან სოფელში მოვიდა ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი და გამოხედა სოფელზე რაღაცა უნდა დაბირდეს. ნუ შეხედა ახლა გაზი არის, დენი არის, წყალი არის, გზა არის და რაღა დაბირდეს გახედა და სასაფლაონდი არაა გზა. და ეუბნება ხალხს, აი თუ ამირჩევთო სასაფლაონდეო გზას დავაგებო და ტრის აყვანაო, მერე კაი გზაზე იქნება შესაძლებელია და ერთი მეზობელი ყავს, პარჭყია ქვია და გახედა იმან და მტარი თუ არა ხა ერთი კუბო მკარდანი არ გამოდოს გზაში მაქანეო. ბიჭიკია შეხვდა სუფრაზე, სუფრა წეულება რაღაცა ჭიჭიკო მოხდა, ბიჭიკოს მოპირდაპირე მხარეს და ეკითხება რა ვახარ ბიჭო ჭიჭიკიაო და რა შემეკითხე იგი რა გამახსენე შენი დედა ავიწყებული მქონდა ყველა პრობლემაა. ჭიჭიკია და ბიჭიკია შეხვდნენ ერთმანეთს ქალაქში 15 წელი აღავთ ანახ. აი დაობენ ახლა წამო ჩემს სიდეთთან, არა ჩემს სიდეთთან, არა ჩემს სიდეთთან, ბოლოს გადაწყვეტავენ წავლიან ბიჭიკიას სიდეთთან. და ბიჭიკიას სიდეთი რო დაინახავს, ამასთან გურული ხალია. მეგვერზე ნაჯვარი, აუ გამეეკიდება, ამგეს ანარილოთი ხარ, ინარილოთიც მაგაცი მოყვა, გაყრის გარეთ. ჭიჭიკია უნება, ხო გითხარიო, ვიდეო. ჩემ ცელოუს წევიდეთო. წავლიან ჭიჭიკიას სოლოუს და რავას დაინახავს. მეზობელი ჭიჭიკია სოფელში შევიდა და გარბის კივის ჭიჭიკია მოდისო. იქეთ ახლა რო გეიგონე ჭიჭიკია მოდისო სიმავრმა, სიდედმა, ყველა მცოლიდებმა, სიძემა მიყარენ ყველაფერი ხვდებიან ამ ჭიჭიკიას. და აბა ჭიჭიკია რომელი ღვინო მოგართვა, თეთრი, შავი, რაგნებაო და უკლავენ ყველაფერს თუ რამე 4 ფეხია, 5 ფეხია, ღვინო რანაირი უნდა. ბიჭიკია ეკითხება, ვიდეო რაფერ გაზარდებო, ასეო, შენი სიდედის სიმავრია, ასე რო გიჯერებენ. ვიდეო ამგვესო ყავდა და ძაღლია.
და პირველად თუ შემოვედი ოჯახში დამიყეფა მივიღე ყვითელი ბარათი ვაჩვენეო. ვერ ისტავლა ჭკუაო მეორედ შემოვედი კიდე დამიყეფა. კიდე ყვითელი ბარათი ვაჩვენეო. მესამე თუ დამიყეფა და ავდექი და ვესროლე დავაგდე ძის. აბა შეიძლება და სიმოლა შაშავდა. მაგესაც ორი გაფრთხილება აქვს წითელს და უძებ ახლა. ჯიგიაო, ეგეო ბიჭიგია მო ბოზიმე იყვანა ცოლად მე შეკაცო ადრეს ოჯახში დადიოდით მაგის სკოლისა და აგა ბიჭიგიას დამიყვარ სახში. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ძმა და მეგობარი გიორგი, იგივე დამხობა. გიორგის მაშინ უძახი როცა მეკითხებიან, შენ მეფეხურს რა ქვია, დამხობა ქვია თქვა, რაბერ გავამხილვა ხა მეფეხურს. პირველად რო ჩამოვიდა ვერ ისვენებდა ბიზნესში უნდა ჩართულიყო და ავეჯის ბიზნესიც ადა. და ხო არიცი რანაირად უნდაო გაგზავნაო მეკითხებოდა, ნუ თქვა ჯერ ტროიკებს რო იყიდი რეზინის უროთი უნდა დაშალო და მე უნდა გააგზავნო თქვა და ამან როგორც ჩანს ეს ბოლოს იყო რეზინის ურო ვერ გეიგონა, კარგად მარტო ურო გეიგონა. და იყიდა ერთი 10 წელი ტროიკა მიადგა ამ უროთინ და აუტეხა საფაზოგი დალეცა დაფშნა. რო გააგზავნა იქიდან ბიზნეს პარტნიორება შემოუთვალენ რო ნახენ. ამ მდგომარეობაში იყო ავეჯი შეჩემა იგი ფეჩისობაზე მაინც დეგეხერხა. რა, იგი აუყოთამას ახლა ჩვენ Я сейчас тебе расскажу такой анекдот, ты только не обижайся. За столе сидят, сидит один грузин, тоже вместе всеми кайфуют. Ну, один так приметил и говорит про грузинов анекдот. Раз анекдот, два анекдот, три анекдот, и встает наконец, говорит, сынок, послушай внимательно, и шли еще один раз. Ты один анекдот расскажешь про грузинов, я тебя убью, ты меня понял? Говорит, все, я тебя понял, больше не буду рассказывать. Проходит 5 минут, и он встает, говорит, анекдот хочу рассказать, но грузин уже криво смотрит, он говорит, не. Идут по пустыне два черных, Васо и Гиви, брат. მეგობარი დამხობა ერთი პერიოდი სათბურში მუშაობდა. პამიდურის სათბურში და იმდენ პამიდორს შავდა, რომ გამყამობით ასპირის საყურებლე ეშინოდა მუცელში არ ამიდუღდეს. სუფრაზე დგება თამადა და ადგზელებს წინაპრებს. და მოდი ჩვენ წინაპრებს გავამარჯვესო, თავით აღმაშენებელსო, ერეკლე მეფესო, თამარ მეფესო და ამოყვა ახლა. ჩვენ ბაგრატიონსო, ყველა ჩამოყვა ახლა ვიცი კი. ცნობილი უმბერაზი ხალხი ყავდა და ერთმა დააცემინა სუფრაზე. და მეორემ დაატყა, ბეძე და ეუბნება, მის მოსვლამდე არაფერი გეტკინა. შენოდა ისენი გაცოცხლებოდნენ და თამადამ თქვა და ამასთან ორი პატრონი ერთათო. ეს მიდის სანადირო რა. ივლის რა. ვერაფერს ვერ მოინადირებ შევან სამაგროვში რა. აი ხედავ შველი. ესպես მოყავს, შემოვიდეს, აგრა მოდის. მოდის თავისთვის ამა შევწვავ, ამ მომხარშავ, ამ რაღაცას ვიზამ, ასე რომ უცებ გადმოვხდება გედები. დაპატიმრებული ხარ მეგობარო. კი, მაგრამ რაშია საქმე? რაშია საქმე და შველი ყავს მოკლულია. სადა რაღაც შველი. აბა ზურგზე რა გაქვს შემოდებული? ხო, ეს როდი შემომახდა რაცა. ფასდაუდებელია ქართველი ემიგრანტების ღვაწლი ევროპელების წინაშე. თუნდაც ის რადგირს, რომ მათი მშობლები, დებია, ბაბუა, ბიცოლები უზრუნველად და კომფორტულად გრძნობენ თავს. და ეს ყველაფერი შემოკარგება ქართველი ემიგრანტების დამსახურება. ასე რომ მოგვეფერონ და მოვიალერსონ, თორემ მათი სიბერე, აი, ჩვენს ხელშია. ნუ რამოდენიმე ანეკდოტი მეც მინდა მოგიყვეთ. კაცი მიდის ექიმთან და ეუბნება, ექიმო, უნდა მიშველო. მე ხო თეთრი ვარ, ხო მიყურებთ. ცოლი მყავს შავგვრემანი და შვილი გამოგვიდა წითური. ექიმიც ეკითხება და ცოლთან ეს ინტიმური ურთიერთობა რას ხშირად გაქვთ? იცით რა არის ექიმო? ძალიან ხშირად მიწევს მივნებაში ყოფნა საზღვარგარეთ და ნუ ისე იშვიათად მაინც კვირაში ერთჯერ. კვირაში ერთჯერ არა. ანუ თვეში ერთჯერ? არა, თვეში ერთჯერ არა, უფრო იშვიათად. ანუ წელიწადში ერთჯერ კი. ხო და მაშინ უინერულებს ჟანგის ბრალი იქნება.
აი არაფერი კიდე უკეთეს მეორე კაცი მიდის ბორდელში და უნდა და არ ვიცი კაცი მიდის ბორდელში მივიდე და ეკითხება ეს ქალი ყავთ რაიმე სამწუხაროდ ქალი არ აქვს და კაცი არა კაციც არ აქვს და პორნოფილმი რაიმე არა პორნოფილმიც აბა რა გყავთ რა გაქვს ენოტი გყავს კარგი ჯანდაბას იყოს ენოტი ნუ არ გასულ 10 წუთი და შემოდის მეორე მამაკაცი და კითხულობს ისა უკაცრავად ქალი ყავთ რაიმე სამწუხაროდ ქალი არ აქვს და ის კაციც არ აქვს და პორნოფილმი კი და რა ფილმია კაცი და ენოტი კარგი თორე ისე ჩვენ ემიგრანტებს დავუბრუნდით სხვათა შორის ძირფასო ქალბატონებო და ბატონებო მეც რამდენიმე წელიწადი ვცხოვრობდი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყანაში და იქაც ისე მხიარული ვიყავი და იმდეს ვაცინებდი საზოგადოებას რომ ბოლოს გამოვადეპორტეს რა ვქნათ მოусმინოთ აქ ერთი ქართველი იყო ყოვზი დაქონდა თან გასაგები მიზეზების გამო და ყოვს რო გამოიყენებდა იმას გაწმინდავდა მე და პირდაპირ გადააჭიმდა ქუჩის მეორე მხარეს შედიოდა მარკეტში აღმოჩენებული ჰქონდა მაროჟნის ტორტი იყიდებოდა მაგრამ ეს არ კიდურდა პირდაპირ მიადგებოდა გახსნიდა და დეითმევდა და ტკბილი ევასებოდა ჭამდა ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ ყოველდღე იჭერდა ზანგი იყო ერთი დიდი შკაფივით სეგურიტე ხო კანონი რამე არ იყო იმისი რომ არ იპარავდა просто ჭამდა ვერ მეიშორა რა ვერაფერი ვერ მოუხერხა და ერთ დღესაც გაწმინდა ყოვზი შევიდა დეითრია ეს მაროჟნი ჭამს და მივიდა ეს ზანგი სეკურიტი და ჩამე შენი დედაც ვეღარ მეიშორა ხო ბოლო ვიჯო ქუთაისელი ტაქსი შოფერი თუ აი ხო გახსოვს კოლორიტი მაგას რა გადახდა იცი მაგარი ისტორიას მოგიყვები ეხლა კაროჩე მაგის შვილის ფიზკულტურის მასწავლებელმა დაიბარა ტუა სკოლაში რა და მივიდა ეხლა ტუა და ფიზკულტურის მასწავლებელმა და აღარა საყურდურები შენი შვილიო ეშვებაო ისე ასეო და ბაწარზეო ვერადისო რა ვერ იწევსო ზემოთ ვერადისო და ტუამ გახედა გამოხედა და აუკიდე ბულკი და თუ ვერავა მე რენახავ შენი დედაც მეგობარი მყავს ერთი და ცხენია კლიშკა რაღაცა ღამის 12 საათია საბერძნეთში იყო მაშინ მეუღლესთან ერთად მუშაობდა და მუშაობდა ვიღაცა მილიარდერის ოჯახში ნუ მილიარდერის ოჯახში რომ მუშაობდა იქიდან ვიცი ის კაცი შვებულებაში რო წავიდა სურათები ატვირთა ათნაკლასნიკებზე მის ბასეინში რო არის გადაღებული ასე რომ ჩამოყრდნობილი და კოქტეილის ჩიქაროუდებს ასე ზონდიკი რო ასე ჩაიმასკი მის კაბინეტში და 5 ლიტრიანი ჯეკ დანიელსი რო უკავია ხელში მის შარვალ კოსტუმში და მეუბნება ანგარიშის ნომერი მომეცია რა თქმა მე ვთხარ და ფული და გამოგირიცხო თან იგინებს იგი ჩემი დედა ჩემი ასე ჩემი ისე რამდენი მე ვთქვა რამდენს მიდიცხავთ და 4 მილიონი ნახევარს ვაიმე დედა არიქა კალსიონები არიქა მე ვთქარი ანგარიშის ნომერი გავარძვი ახლა კარტა ხო და ბიჭო მე ვთქარი საიდან ეს ფული ვთქვა და მე ვიქე შეიძლება პატრონის იმაში შეიპარა კომპიუტერში რაღაცა გატეხა გამოტეხა იქიდან გორია რომ პატრონის ფულს ურიცხავს და საიდანო და კიდევ წარეთი იქიდან NASA საიტი გავტეხე ახლა NASA საიტი რომელიც ეს კარტა ჩავაგუნე ჯიდეში და უცვალე თემა. ბიჭო რა ვთქარი? სკანი 1-2 თვია ათნაკლასნიკებზე არ ჩახარდა. გაშია საქმე მე ვთქარი და არონი დამავიწყდა მაგის დედავადი და ვეღარ შევიდე. შეჩება NASA საიტი გატეხე და შენ ათნაკლასნიკებზე ვეღარ შედიხარ. ამნაირი გაგიგია რამე. ჭიჭიგია ესეთი თვალი იყო ციცინათლებს დაძებდა სიგარეტზე მომიგიდებდა. მაინც მეგობრებო Короче, გერმანელები დაატყვევებენ მეგრელს, კახელს და სვანს რა. და ეთქვიან, რომ 25 წამი ვინც გაძლევს გავარვარებულ პლიტაზე, იმას არ დახვრიტავენ რა, გაუშვებენ რა. ხო და, короче,
დაждდება კახელი ხარ ამ გავარვალებული პლიტაზე და დაიწყებს 1 2 3 4 5 და ახტება დახვრიტავენ რა. დაждდება სვანი 1 2 3 4 5 და ახტება დახვრიტავენ და დაждდება მეგრელი რა. და 1 2 3 4 5 5 25 და ახტება და თქვენი დედას და დახვრიტავენ. აკეთე. აი კაცი ცხოვრობდა, აცმანოს მათმა რეზოლტაშია მოგდა და ცოტა ენაშლებოდა. ერთხელ ტელეფონი თუ რეკავს მეუღლეს და 4 წელია რა აკეთა და მეუღლე ეკითხება ხა იქ რა ზოგადად ასეთ კითხვას უსვავს. ეზო ამდენი ხანია და ბელგიაში ხარ და ფრანგული თუ იცი კარგად. იცი რა ეკალო. აი მაინც როგორ იციოდა, ნუ კარგად რა შეკალო. მაინც არ ჩააჯინდა ის და ალს აქვს კითხულობ დედაში. აზე ცხოვრობ მერვე სართულზე ბოლოში და ვანოს მეზობელი ხარ? არა, ვანო იქის ცხოვრობ. პრესტიჟულ ადგილზე ვცხოვრობ თემქაზე ძმო. ის პრესტიჟულ ადგილას მუშაობ. ის ორივეს თავისებურად გაგვიმართლა რა. მოვედი მაგარი მთვრალი ვარ და ღამის 4 საათია და გავაღე მანქანის კარები, გადმოვედი და თანახაი ჩამოსული ვარ ევროპიდან რაღაც და ესე ვარ რა. საკუდად არ მიმაჩნიაო როგორც ვიტყვია და აი ვიყვირე მთელი ხმით რა. ვინც მომიყვანეს იმადმაც აი და ჩემის გადმოდგაც მაგაც მესამე სართულიდან ესე პახმელიაზე ისის აი იმანას და მოკლედ ერთი წივი ყვირილია იმაში და ავედი ლიფტი არ მუშაობდა მაშინ ის დრო იყო ფეხით ავედი არ გინდა მერვე სართულზე ასვლა ავედი 4-ით შევაღე კარები და აგრას მამაჩემი ოთა და ადგა ბარსავს რაღაც სამსახურში უნდა წავიდეს და გამოყოთავი და შენ იყავ რომ ყვიდოდი რო და ეს გამოსწონა ეთქი მე ვიყავი მეთქი და უხსის დედის გადინოდა რა და შენ იყავ ვისაც არა ესრულებინა იმისე დედა მე მაგალითად ერთ ისტორიას მოგიყვებით ახლა ქუთაისელი ვარ და ქუთაისში ახლა ბაბუა ყავდა სოგრატი კობერიძე და მაღაზიის დირექტორი იყო ერთ-ერთი გასტრონომის დირექტორი სარდიონის სუძახოდე და ჩემ ზვაგაცებთან დავლიზლავდი და მაშინ ნივები იყო მაგარ ცვეთში რა ნუ აი ნივა და ნუ ახლა სულ ახალი ყავდა ბაბუა ჩემს და თან ახლა დავლიზლავდი ამ ბიჭებს ვეუბნები რომ გინდა თუ არა ბაბუა ჩემის ნივა არის 5 ცილინდრიანი მეთქი და ატყდა ერთი ამბავი არ არსებობს შენ გვატყუებ აქეთ იქით და თან დგავართ მოედანზე ამ გასტრონომის წინ სადაც ეს ნივა აყენია და ამ ლაპარაკში ვარ და კაკრას გამოდის ბაბუა ჩემი მაღაზიიდან გააღო კარები და როგორც კი დაждდა მანქანაში დავანახე თუ არ არის 5 ცილინდრიანი მეთქი და კი მაგრამ როგორ არისო კაცო 5 ცილინდრიანი როგორ არის და 4 მოტორში აქვს და ერთი ბაბუა ჩემს ახურია თავზე ბიჭიკოს ერთი 8 წელი ერთმანეთი არ აყავთ ნახული და შევხვდნენ ქუჩაში და ბიჭიკო მოდის ცოლ-შვილთან ერთად კაცო და მეუღლე ახლავს და ერთი 8 წლის არის ბავშვი მეორე 4-ის და გააცნო ახლა ჭიჭიკიას ბიჭო გაიცანიო ეგიო ჩემი მეუღლეაო ეგიო ჩემი შვილი ბიჭო ემოშებიო ტყუპებიო ხო არაო და არაო ბიჭო რა ტყუპები ხო გითხარიო ერთი 4 წლის და მეორე რისო აბა ეკალი მეორედ რა შენი დედა ნუ ძალიან კარგი იყო ნუ მეც მინდა მოგიყვეთ ანეკდოტი მიხოს აქვს ძალიან კარგი ვაშლის ბაღი და ერთ საღამოსაც რაღაც ხმაური ესმის თავისი ბაღიდან ჩუმად მიეპარა ხედავს ვიღაცა ხეზე არის ასული და მივიდა და აი მამაკაცურ ღირსებაში ცოტა უხერხულ ადგილას სტაცახელი და უჭერს რომელი ხარ მითხარი ზევიდან ისვის მარტო მითხარი რომელი ხარ თორე მითხარი თან ნელა უჭერს და უჭერს მითხარი რომელი ხარ თორე მოგაგლიჯე ხო მუნჯი მიტუავარ გამიჭენი სასაცილოა მაგრამ ახლა მოგით მიტუავს კითხოთ კიდევ ერთი ანეკდოტი თუ შეიძლება ასე ნუ ჭარმაგი მოხუცი ყდება და მთელი თავისი შვილები და ჯალაბობა ადგას თავზე და ყველა ფიქრობს ვის რას დაუტოვებს სიკვდილის პირას ყოფილი მამა და ყველა თავზე დაცინე მამა რა ვქნათ ყველაფერი რაც შეგვეძლო გავაკეთეთ მაგრამ რა ვქნათ ყველა სიკვდილის შვილები შეძლიდი ხარი უკვე
დედასთან და რაღაც ასეთი შეძახილებით და აბა ვის რას გვიტოვებ მამა ვის რას გვიტოვებ და მამა მისვეთა მესაშვილო პასტა და ფურცელი მომიტანეთ არის პასტა და ფურცელი ვის რას გვიტოვებ ჩემ ცოტა ხანი მიცეს მამას პასტა ფურცელი ცოტა ხანი ეს მამა ფიქრობს და შვილს ეკითხება ისა შვილებო ჩემი და იწერება თუ ძალკე მოდით ახლა ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს ემიგრანტებს და მინდა გითხრათ რომ მყარი და უცვლელია ქართველი ერის ნებასურვილი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ისე მყარია ჩვენი სურვილი ისე მყარია რომ ჩვენ პოლიტიკოსებსაც არ ველოდებით სათითაოდ ვიღებთ ვიზებს და თითო შევდივართ ნატოში. მე პირველი ხეცაზე არ ვარ ვინც ევროპაში ჩამოვიდა. ჩემამდე ბაბუაჩემია ნამყოფი ოღონდ ბერლინამდე. ბაბუაჩემი ჩეხეთში უვიზო ჩამოვიდა. მე დიდში 800 და პატარაში 600 გადამართებინეს. ჩეხეთიდან გერმანიამდე ბაბუაჩემი ტანგზე იყო წამოჯგირული და დებიის ხნელების სიმღერავს ხეროდა. სამწუხაროდ მაშინ ინო ჩხეიძე არ იყო დაბადებული. მე ეს გზა ისე გავიარე მანქანის ბაგაჟში ვიყავი ჩაგეტილი და მამაო ჩვენოს მიმეორედი როა გაგვდულიყავი. ჩემი და ბაბუაჩემის გზა ბერლინთან გაიყარა ის ბერლინში დარჩა და მე გზა გავაგზავნე და მოვედი აქობამდე. და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ხეცაძეები არასდროს ისე ახლოს არ ყოფილვართ ნატოსთან როგორც დღეს. თვითონ მეგობრებო, აი ასეთი მხიარული, სასაცილო, თბილი და ოდნავ ნოსტალგიური გამოვიდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ამით უნდა დაგემშვიდობოთ, მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ისევ ერთმანეთს და მოდით ერთად ვნახოთ თუ ვინ შეეცდება ჩვენს გამხიარულებას. კარგად სამდებოდეთ. ელემთეროვიჩ